მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ პაატა სპეშალ გეიმერი. ამ ვიდეოში იხილავთ მე-11 ღამეს. ეს არის სარდაფიდან ხმები მოდიოდა. ახლა კი ვიდეო. ერთი სიტყვით დღეს მე ველოდები ჩემ მეგობარს უნდა მოვიდეს და უნდა დავათვალიერებინო სახლი. იმედია მალე მოვა. პატარას გაუმასპინძლდები, პატარა საჭმელები რაღაცა ხორცი, პური რაღაც მაქვს. მაგიტომ ეგრე არ დავტოვებ ჩემ მეგობარს. ასევე მე სარდაფი მაქვს, სადაც ჩასვლა ასე თუ ისე მეშინია. არ ვიცი რატომ, მაგრამ ასეთი სარდაფი არის. ხო შევიხედე სარდაფში და ასევე აქ ერთი ოთახი არის, სადაც აქ მე ვიძინებ. მოდი ეხლა ცოტა ხანი შევჭამ რაღაც საჭმელს. ერთი სიტყვით ყველაფერი ვჭამე. კარგი იყო. ახლა ცოტას დავისვენებ, რადგან ჯერ მაინც ჩემი მეგობარი არ მოდის, ამიტომ დავისვენებ, რადგან რავი, წაუძინებ რა ერთი სიტყვით რა და ნახოთ რა იქნება. რა ხდება? რა ხმებია? ნუ თუ მეჩვენება. ეს ხმები აშკარად სარდაფიდან მოდიოდა და აშკარად აქედანაც მოდიოდა საიდანაც ახლოდან. ჩემი მეგობარი სად არის? რატო არ მოდის? რატო აგვიანებს? რა ხდება? ჭანდაბა. მოდი სარდაფში ჩავალ და შევამოწმო. ჩავიდე სარდაფში, რა ხდება? შევამოწმო ერთი. რა ხმები ისმის? რა ხდება? არის ვინმე აქ? აქ არაფერი არ არის. ეს ნახატი რატო დგას ესე? ნუ არ ვიცი. კაი. წავალ ახლა მალე აქედან და ისე ძილს გავაგზავნე ფაბას სხვა რა გზა მაქვს. მეგობარი არ მოდის და მაშინ ძილს გავაგზავნე. რავი. რა ხდება? რა ხმებია? რატო ვერ ვიცი? ისევ სარდაფიდან მოდის ეს ხმები. ჭანდაბა, აი ჩავიდე, რა ხდება? ჩემი მეგობარიც აგვიანებს. რა ხდება? ერთი ძალიან საინტერესოა. აქედან ხმები რატო ისმის სულ? რატო ისმის ამ სარდაფიდან ხმები? საინტერესოა. აქ არავინ არ არის და ვერ გავიგე, საიდან მოდის ხმა? ან რატომ მოდის ხმა? ვინ აკეთებს ამას? აი მოდი წავალ სამზარეულოში, ნერვიულობისგან პური ჭამა მომინდა. რა ხდება? რა ხმებია? ფაქტია რომ რაღაც ხდება. საინტერესოა. რა ხდება? რა ხმები მოდის სარდაფიდან? რატო არ ჩერდება? ვერ გავიგე რა ხდება სარდაფში. რატო მოდის ხმა? ჩემი მეგობარი ხო არ მეღადავება ან რაღაც, მაგრამ ჩემი მეგობარი ბავში არ არის მოსული და ეჭვი რაღაცაზე მაქვს. აქ რა ნახატია, საინტერესოა. მოდი მოვამტვრევ. რა ხდება? ვაიმე. გამარჯობა. ბიჭო. როგორ ხარ? ვაიმე გამარჯობა, ეს რა ხდება? ვინ არის? მადია, ვაიმე არა. ვაიმე არა, მალე ეს დამიჭერს. რამე უნდა ვქნავი? არა. ბოლოს ყველაფერი ცუდად დამთავრდა, მართალია. ეს მონსტრი სარდაფში იმალებოდა, მთელი მისი ცხოვრება რაც გაუტარებია სარდაფში იყო. ეს ბიჭი ვერ ამჩნევდა, ნუ ეს ბიჭი რა? ეს ბიჭი იყო ამ სახლში ერთი კვირის გადმოსული და სხვა ადამიანები მონსტრმა გაანადგურა. და ბოლოს ყველაფერი ცუდად დამთავრდა. თუ მოგეწონათ მეგობრებო ვიდეო, დაალაიქეთ და ასევე გამოიწერეთ არხი. ახლა კი ნახვამდის.